მოვედით. ისეთი ნერვები მოშლილი ვარ, რომ არ ვიცი შეიძლება შემომაკვდეს ვიღაცა ხელზე რა. შენ ძმას უყიდარ ვეულები და გზაზე რო გადმოვდივდით, გაუვარდა ხელიდან ამ ბედოვლაც და ჯერ ავტობუსმა გადაუვარა და მერე მოხუცმა ქალმა. ჯოხით დადიოდა. ანუ ვერ იყიდით. აუ ვიცი რა მაგარი ვეულები იყო. სპაიდერმენი ეხატა, ლამბორგინი და მოტოციკლეტი. ანასტასია რა საკეთებ? არაფერს. არა ვეღარ უყიდე, აღარ მქონდა მეტი ფული წაღებული და ხვალ უყიდი მერე არა უშავს. კი გავიქნიე 17 ლარი რა. რა სუნია სახლში კაცო? რა სუნია? მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ. დამწურის სუნია კაცო, კვამლის. ვაიმე გაზზე ხო არ არის დარჩენილი რამე? ხო მიდი აბა შეამოწმე. ისე ომარიკო მეოთხე კლასში ხარ უკვე და პარკის ჭერა არის ციხელში. რაც ეს სირცხვილოა. აუ დამანებე თავი რა. ეს რა არის? აუ ბიჭო კი იპოვაბრე. დე მოდი. ანასტასია შეყვარებული ყავს იცი? აუ ძალიან დებილია ეს ბავშვი რა. ირანელი ტურისტი იყო, ეგრე გზას ვასწავლიდი. ვაიმე შეყვარებულზე გამახსენდა. ნუნუ შემხვდა დილით, ნუნუ მე-6-ზე რო ცხოვრობს. აი მე საიდან ნოვიცოდე ვინ არის ნუნუ? ნუნუ გოგო კასტილებით რო დადის. არ ვიცი რა გავაკეთო ეხლა. დედა ნუნუ როგორ არის გოგო? ერთი თირკმელი რო აქვს. ცალ თირკმელა ნუნუზიან ბობ. აუ ძალიან მაგარი რუჟაა ეგ ქალი. ხო ეგ. და რას მეუბნება? მაგას ბიჭი ყავს საქორწილო. ზურა. ხო და ვინმე კაი გოგო ხო არ იციო. რა უთხარი მე? შენზე კრენტიც არ დამიძრავს დამშვიდდი. კაი გოგოების მეტი რა არის მეთქი ჩემო ნუნუ. მაგრამ ეგ ისეთი ბიჭია გენაცვალე, ტერსაც არ ვუსურვებ. ეს პარკიც რო გამეხეს, ხა თავსაც მოვიკლავ და ეგ იქნება რა. უი ზურა გამარჯობა გენაცვალე, როგორ ახარ? გამარჯობა ინგადეი და რა ვიცი, აბა თავად ხო ხართ კარგად? კი რა ვიცი ჩვენც რა გვიჭირს. რა შვები აქეთ ხარ ხო არ მუშაობ შენ? აი რა ველოდები რაღაცას რა და ეგეც თუ არ გამოჩნდა მე ვაფშე მოუხე უცხო იცი რა. აი მე რა უცხოეთი ზურა ნუნუს არ გააგებინო ეგ რა. მოკვდება კაცო საწყალი ქალი ნერვიულობით, ისედაც ცალი თირკმელი ეგ. აბა გიმენა არ უნდათ რო ხალხი დასაკვდეს რა. მე დავამთავრე ცხაკლას და მეტი რა მექნა ხო? შენ რაღაც იზამდი ზურა რა სისულელია. დედა შენმაც ვეღარ შეძლო ახლა საწყალ ქალს ცალი თირკმელი აქვს. დილით რომ ძღერში ჩავყავი ფეხი ალბათ მოგეხსენებათ. დიდი ამბავი ახლა. ფული იცის. ფული არა სუნი იცის. სამჯერ გავრეცხი ჩუსტი. აუ ჯეჯაღისთვის ასენეთო კიდე ყელსაბამი არ ვიყიდოთ. დამშვიდი ვიზრუნე უკვე მაგაზე. ფეთიფაიში შეუკვეთე და მოვლენ მალე. ომარიკო მიდი მანამდე საჭმლის ჟამი გაურეცხე ძაღლს. უი ჭამაზე გამახსენდა. გააკეთებ რამეს თუ მეც პედიგრი მივირთვა. მე გავაკეთებ ხო? გააღე მიდი მანამდე კარები, კურიერი მოვიდა მე მგონი. გამარჯობა, აი თქვენი შეკვეთა. აუ ფეხი ჩავდგი რაღაცაში მე მგონი. არა უშავს ფული იცის. ასე აგიხდეთ ყველაფერი, ინებეთ. აუ გახსენი რა დროზე მაინტერესებს. ეს არის საყელო, შეგიძლია რომ გაუკეთო. ამ თუკით გაასეინებ ხოლმე. ან თავს ჩამოიხრჩობ. ეს კიდე არის ძალიან მაგარი კონტეინერი. ამაში წყალს ჩაესხავ, ამაში საჭმელს ჩაყრდი და რო გაესეინებ ხოლმე იქვე მიირთმევს. გამომართვი. ანასტასია, ეს რა არის? ეგ არის რეზინის ძვალი. კიდე ჩუსტი რო არ დამიყეჭოს. დედა რა კარგი რაღაცეებია, ჰა? ვაიმე მეც ჩავადგი მე მგონი ფეხი. აუ ეჭველი ჯეკპოტი დაგვეცემა. ბავშვებო ზარი დაირეკა შემოდით კლასში. აბა დროულად დადგილები და მერხები გავანაწილოთ. მას მე რომ არის სანდარჩა შეიძლება? უკვე ბევრს ლიკინებთ. აბა იაძე, შენ დაჯდები გამათბობელთან. დედა შენ მაზამთაში ცისტიტი ემართებაო და მან დიჯდები. მერე. ომარიკო შენ გადაჯდები ვასოს გვერდზე, რომელსაც ხვიში გვირაბი გაყავს. ეგრე თუ უნდა იკლიტინო ცხუში ხელები, გადავჯდები იცოდე. მას მეროვანისთან გადავჯდე შეიძლება? ჩემი შეყვარებულია და
ეხლა რო ხელ უკუღმა წამოვა, სიყვარულს მერე განახებ. დეგენერატი ეს. ბიჭო, მომიცმინე, ანის აღარ დაუძახო შენი შეყვარებული, გაიგე? თორე გაგხევ ცემაში. შენ ვინ უნდა გახიო, ბიჭო, ცემაში? დებილი ხარ ვინცხა? აი ასე დაიწყო სასწავლო წელი, ინგა, ჩემო კარგო. თან იმ ქუთაისელ ბავშვს ეჩხუბა, ახალგადმოსულს. ვაიმე, აუცილებლად გამოვასწორებთ ნატო მასწავლებელო რა, აუცილებლად. ინგა, სტუდენტი გავხდი, 50%-იანი გრანტი ავიღე, ინგლისურ ფილოლოგიაზე. რას ამბობ, ანასტასია? გილოცავ, გოგო, ვაიმე, თელ ქვეყანას უნდა გავაგებინო ეხლა. 100%-იანი გრანტი რატო ვერ აიღე? შეხედე რეიფს ამბობს, არ ილაპარაკო შენ მოფში დღეს. მზიები ბუმწერს, გინაცვალოს ბებო მასეც ვიცოდი, ასლარს გიგზავნი. საიდან გაიგო ამან? არ იცოდე მაინც გოგო ბებია შენის ამბავი. ლელა, ჩავირიცხეთ, გოგო, ჩავირიცხეთ. რა ჩავირიცხეთ, გოგო. გავგიჟდებით, იქოთ ჩემთან მოხდა ზუსტად ინგლისურ ფილოლოგიაზე. პროსტა გრანტი ვერ აიღო და ტეხავს. ხო, მაგრამ აღიაროთ ეხლა ანასტასია რო ეგ ბავშვი არ მეცადინეობდა კაცო, ისე შენ რომ მოიწადინე წელს. დალი როგორ ახარ, დალი? რა ვიცი, აბა ვარ, ჩვენს გოგო ასე უნდა დაკარგვა, როდის ვილაპარაკეთ, ბოლოს 13 წელია გასული მე მგონი. რა ვიცი, აბა ვარ, რა ჩემი გოგო ჩაირიცხა დღეს უმაღლესში გრანტით. ხო. დალი ვინ არის საერთოდ? თიკო რა შვები იღებ მოლოცვებს? გოგო ნათლიად შემაც კი მომილოცა. ვაფშე არ ვიცოდი ნათლიად თუ მყავდა. ანასტასია, ცალთირკმელან უნუყვირიც ეზოდან რაქნა შენ მაჯამოდა, რა უთხრა? ასე უთხარი ჩემთვის 50-იანი გრანტი და 2 თირკმელი აქო. მართლა მიდის, ეგ არ უთხრა ეხლა. დედა, რაღაცა ვერ ავარ გოგო, კარგად მე მგონი. გული ამიჩქარდა და წნევამაც ამიწია მე მგონი რა. გამარჯობა, 112 გისმენთ, რით დაგეხმაროთ? გამარჯობათ, სასწრაფო რო გამომიგზავნოთ თუ შეგიძლიათ რა, გლანში ვცხოვრობთ ჩვენ. რა ვიცი, აი გული ამიფრიალდა რაღაცნაირად და წნევამაც ამიწია მე მგონი. ხო, ჩემი გოგო ჩაირიცხა უნივერსიტეტში უმაღლესში 50%-იანი გრანტით. ხო. დიმ, შობილთა კრება დაიწყო უკვე თიმში. всё, მივედი აგერო მარიკო. გამარჯობა მშუბლიპო. მოკლედ ეხლა რატო დაგიბარეთ? მოვიდა აგერ ბოლო თვეც და მოსაფიქრებელი არის ექსკურსიაც და სადაც ნატო მასწავლებელო, ხო იცით, ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ. სადაც გადაწყვეტებთ, იქ წამოვალთ მეც და დათუნაც. ხო და მოსაფიქრებელიც ეგ არის, მე სად წავიდეთ. გოგოებო, მე გეტყვით ჩემ აზრს რა, ხო ჩან ვარ. კი, ინგა. ხო. უფლის ციხე არის იდეალური რა. თან არ ვართ ნამყოფები და მოვინახულებდით. ой, მინგა, შენ რა დაგმართნია? ნამყოფები რომ ვიყოთ, ხა მან ხო აღარ წავიდოდით. ლელა, შენ რა სიტყვი აბა? გოგოებო, მეც მაქვს იდეა. შატელში წავიდეთ 60-დღეა დედამიწაზე. ძალიან დიდი ბუდიში გოგოებო, მაგრამ მე მათ ბავშვს ვერ წამოვიყვან. სასიკვდილო გზა არის. გოგოებო, საგურამოში რო ავიდეთ? ვაიმე, მაგის თქმას ვაპირებდი ეხლა მეც. მე გითქვა ინგა, ვინმე დაგიშალა? არა, შემოკარგო, ცუდად ნუ გამიგებ ახლა. ზანგად გავიგე ყველაფერი. ხო და იმას ვამბობდი გოგოებო, რომ ავიდეთ საკურამოში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში აქვეა. ხო ლელა? კი ბატონო, არაჩვეულებრივი იდეა საკურამო. გიორგი, ეხლავე გაიხადე ეგ ბინძური ნასკები, თორე შეგიწირა ვიცოდე. დედა მიკროფონი გამართ. ვაიმე? ძალიან კარგი თუ მოვიფიქრეთ. მარშრუტკაზე ჩემი მეზობლის კაცს ვეტყვი და სპრინტერით წავალთ. ძალიან კარგი, დავიშალოთ მეშინ. კარგით აბა, დროებით გოგოებო. აუ, შენ რატო უნდა გაჭამო? დედა მე მიყიდა სნექი. ცალზე დაწერია, რომ ჯამპალი ბავშვებისთვის არ შეიძლება. შენზე შემოდი ბავშვი, თუ ასე მოვდის დიმედა. ესე იგი ამათ რაც არ უნდა მოუტანო, მაინც ერთმანეთს ჭამენ რა. როგორ მახარბებს ტიპი? თავზე წაგისმევი ხა მაგას. აუ ჯე, ანასტასია შემიჭამა სნექი. რა? რატო შეუჭამე ხალბატონო? ტყუნის ჯეირანი. ვაი, მეოთხე წააგე უკვე ომარიკო რა. 10 ბუქნი უნდა გააკეთო კიდე. ერთხელ ბავშვს შემოაგებინო, მაგარი იდეაა. ბოდიბილდერია უკვე.
შენ იმაზე ხერხა დაბოხმილი ჭურჭლის დარეცხვა რო წააკეთორე. გაკაშდა ბავშვი აგერ. მე მივდივარ ტიკოს დაბადების დღეში. გოგოები დაგბედიჭა თავისთან. ეს შემეს წამოვალ. საბავშვო ბაღი კი არ არის იქ. დიდი ამბავი რო წაიყვანო რა, თავისთვის იქნება. შეშორდადის მეც მინდა სადმე წაშლა. კაი არა უშავსო მარიკო, მე წაგიყვან ხვალ ზოოპარკში შენ. მაია, აუ რა მაგარია, კეთნო დედა მითხრა რომ მან დედა შენის ნათესავები ცხოვრობენო. აუ მაგარი მომშვიდაა, და მე ხვალ გამოვიძახოთ. გოგო ბაზარი არა, მარა გიშლის დედა შენი. მე საცხი დავაკინგას, მუშაობს. მე მინდა 2 ბურგერი, 1 ფრი და ფანტა. კიდე რამე სხვა დაამატებდით. ნაგლი ბავშვი. მე კაი გოგო რა იყო? მე გიყიდიო მარიკო შენ. მაშინ 1 ფრიც დავამატოთ. ომარიკო, აბა აუდი ახლა აქედან. დოზე. აუ მოიტანეს მგონი ხო? თეკლა? რა იყო მიტანის სერვისში დაიწყე მუშაობა? ხო რა იყო? ზედმეტი ფული არავის აწყენს. გამომართვი. პროსტა თეკლა გურგენიძე იყო კურიერი. დაბალი შეფასება უნდა დაუწერო. უზდელი კურიერი. სტენდ. მე რა დროს ეგარი რა მიდი ჭამე. მოიცა, ჩაფუთხებული არ გქონდეს შიგნით. მე აუ მართლა არ გქონდეს. დაიცადე. ომარიკო. მოდი მაგარი ბურგერი უნდა გაჭამო. გოგო ბავშვია. ხო გინდა რომ გავარკვიო. აბა როგორია? კარგია. მე რაღაცნაირი გემო აქვს. ეგ არის. ჩაფუთხებულია. აუ კლასის ჩათი უნდა ავაფით ხო ეხლა. სასწავლო ამ კვირაში მივდივართ შატალოზე უეჭველი. აუ უეჭველი წავიდეთ შატალოზე, თან ხო იცი მან ძალიან მაგარი პრიკოლები ხდება ხოლმე. შარშან გახსოვს თეკლა გურგენიძე ხობეზე რო ვერძრებოდა. ეგ სპეციალურად იყო თიკო რა შტერი ხარ, რომ ბიჭები ტრაქზე მიწოლოდნენ. ხადაობ ხო? ტიპი რეებს ჩალეჩობს ხრმა ბავშვობიდან. თეკლა გურგენიძემ ჩააგდო ვოისი. აუ წამოსვლით კი წამოვალ, მაგრამ ხობეზე ბიჭებიდან ვინმე ხო დამეხმარებით. იმენა დეჟავუ მაქვს, იგივე საკეთებს. თეკლა ბიჭები კი არა დამრიგებელი მოგეხმარება თვითონ. აუ იმედია რომ წავალთ რა და მაშინ დერებით ვიღაც არ ჩაგვიშვებს. ხო და არავითარ არაფერი არ თქვა, გაიგე? სულ ერთი წუთი იმ გამწერს. ქალბატონო გირჩევნია რომ ეხლავე მოიწყო ეგ შეტალო და სახლში არ დამხვდე რომ ამოვალ. აუ მოსასმენი და მიმოტაშა უეჭველი. ანასტასია გაუშვირა ჩემ სათამაშოს ხელი. კურკლო? ერთ ქვი? ამან კროსტყები არის ესა. დაზაბულობას ატაკვნი ოჯახში. აბა რატო არ გაუშვირა სათამაშოს ხელი? დამპალმაბა. აუ შენ მაგ სიტყვების გამო იმენა სამარეს გაგითხრი, გაიგე? დედა ღმერთო პაპატია რა გჭირთ შენო? ება რო არ იყოს იმენა ტერაპია იქნებოდი, გაიგე? ანასტასია დედა ნამცნარებულ ხასიათზე გაიღვიძე. დაგუდე ხა სადაც ხარ, თორემ მე მიჩვენა. აბა ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილი გოგოებო. შუშენიკის წამება ხო მას მე ვისწავლი. აუ მე ძალიან გამიჭირდა და რაღაცები ვერ გავიგე. თეკლამ საერთოდ ვერ გამონახა შუშენიკთან, თვითონ ფუფუნებაშია გაზრდილი. კი ბატონო, ეხლა რაც ვერ გაიგეთ, ჩამოწერეთ რვეულებში და აგიხსნით. ეთი ამას ძველ ქართულად უნდა ჩამოვწეროთ თუ ჩვეულებრივად? ინგლისური ასოებით თქვენ დაწეროთ ამთა. მივხვდი, ოკეი. მას ირანელები მასდიანები იყვნენ და ეგ რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგენი ცეცხლს ცემდნენ თაყვანს, მაგათი რელიგია იყო. მართლა? აუ რა გიჟი ხალხი ყოფილა წარმოიდგინე, ანუ გასთან იდგნენ და ლოცულობდნენ. გასთან არა თეკლა, მაშინ ელექტროქურები იყო უკვე შემოსული.
ესე იგი არაფერი არ გიმეცადინიათ, ხო გოგოებო? ბიჭების ჯგუფი გჯობიათ თქვენ ისევ. ერთი ბიჭების ჯგუფიც ყავთ თქვენ? მე რა გადავიდე შეიძლება? გაგიჟდი გოგო? ოდეს ყოფილარ საქამომდე, თუმცა დედათა და მამათა ერთ ეჭამათ პური. არ შეიძლება. მათემატიკა რო არ დავწერო, არ შეიძლება? აუ, შემეშალა. დაიწყო რა, ჩემი ჯოჯოხეთი დაიწყო. უყურე. დაწერე მიდი x გამოვაკლოთ. x გამოვაკლოთ. ხო, მიდი. შეხედე მიმატება დაწერა, ამუტვინო მამან. ამოხიო. უკვე 23 ამოხეული ფურცელი დავთვალე. 17 მშრალი და 6 ცრემლიანი. კლასელის გარო გადავიწერო, არ შეიძლება. არა, რებს ამბობს ხედავ. დაჯები და მარტო დაწერე ხლა მაგას. სანამ დანაამიღია. მისუტყვილეთ მიყურე, ბიმეცადინე უკვე. და თიკოს ველოდები რომ დამირეკოს. ომარიკო, მოდი, მოიხარშა ეს კვერცხი. საჭმელი როგორ გადავყარო, თორე კი ხარ ღირსი რა. დავწერე ძლივს და აქ დავდებ. ხო თიკო. დაიწერეთ ჩავიწერე. 23-67. კაი ჯიგარსონა ხარ იმენა. აუ დავალების ფურცელია მოვიყია. დაწერე მიდი, x გამოვაკლოთ. დაიწერეთ წუთი გავიხსენო როგორ იწერება x-ი. x-ი როგორ იწერება გოგო? როგორ მოაღწია 12 კლასამდე? დღეს არის ჩემი დაბადების დღე და კლასელი გოგოები უნდა დამადგნენ სახლში. კი ბატონო მოვიდნენ, მე მიყვარს კაცო სტუმრები. ოღონდ ის ვარდის ლიქიორი არ გამოიტანო იცოდე. ანასტასია მოვედით გილოცა, ვეცე ჩუკარი მე გახსენი ხო გვიან? აუ ანასტასია ის ტორტი კი ვიყიდეთ, მაგრამ მაღაზიაში შეხვდა თეკლა გურგენიძე და აგვეკიდა. აგერ მოდის, ჩემბრალერ არის მართლა გეუბნები. ანასტასია გილოცა, საჩქარი ვერ მოგიტანი, მაგრამ ტორტის წარწერა მე მოვიფიქრე. ნახე? გესლი კლაუს. ძალიან მაგარია. გოგოებო, მობრძანეთ სუფრასთან უკვე რა. ვაიმე ეს ვარდის ლიქიორი ვინ გამოიტანა კაცო? აუ ძალიან მაგარი ოლივია ინგადეიდა. თქვენ გააკეთეთ ხა? არა, ანასტასიამ გააკეთა რა. შენ გაგიმარჯოს ამ ჭიქიტას. აუ რა გრადუსიანია. აუ ლანა გამოიტანე რა მიდი ტორტი ჩააქროს ბარემ. ტორტს ვაქრობთ. ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე იცოდე. ჩავიფიქრე. აუ მე მგონი ალერგია მომცა ამ სასმელმა. ვეღარ ვსუნთქავ. რა? ვაიმე ჩემი ვარდის ლიქიორი. აუ თეკლა იგუდება ვინმეს დაურეკეთ. როგორ მალე ხდება სურვილები? ომარიკო ჯეირანი ხوار გვეთამაშა. აუ გამანები ჩავია. შეხედე რებს ეუბნება ბავშვს. კაი იყო ისე ჩაგეთვალა. აუ ჯეიჯავალები როგორ დავწერო ხოლმე? მოტეხილი ხელებით. დაწერით რას დაწერე ხლა ომარიკო და რომი კარნახებ ხოლმე მე გადავწერ ხელით. ვეტყვი მასწავლებელს. ესე იგი გამრავლების ტაბულასაც შეღარ ვისწავლე. ხელები რა თქმა უნდა გამრავლების ტაბულას. ტვინით უნდა ისწავლო. რომელიც ეგეგეჩნია. მზიაბება მოკრის სოფლიდან, რო გაიგო რომ ხელები მოიტეხე, მოაკ მრძე, ყველი, ხაჭო და რა ვიცი 1000 რამე რა. მეგინი რაც მინდა, კამპიუტერი ჩამომიტანოს. ალკინჯოტერ ზედაყველი. ანასტასია წესერად იყავი, თორე მარტო ომარიკოს არ ექნება ამ ოჯახში ხელი მოტეხილი. აუ როგორ გავერთო ეხლა? შალახო იცეკვე. თან ხელები განზადებული გაქვს უკვე. კარგად გავერთობით რა, მართლაც მარგებელია ზოგიერთი ჭირი. უყური რა მაგარი ძაღლი მოვიყვანი ეზოდან.
აუ, მაგარი როჟა გაიჩნდა ძალიან. საიდან მოიყვანე ომარიკო ხა არ გამაგიჟო კორპუსის ბინაში რა უნდა ძაღლს. აუ, უცუში მოვიდა და მომეწონა. კუცაკ იცინებდა. არ ვიცი მე სახლში ძაღლს ვერ გავაჩერებ. ეგ არის გამორიცხული და ჩაიყვანა ისე ბეზოში. აუ, სახლში ვინმე შხუნა ვეთამაშო. მერე ძაღლი რა საჭიროა ვერ გავიგე. აგერ შენი და ეთამაში ანასტასიას. შედარებებში ძალიან მაგარი ხარ, ხო შენ? ძაღლმა ბუნების წიგნი შემიჭამა. ძალიან მაგრაა გაწუთნილი და მაგიტო. შერაგიხარია ნეტა, დილით ლოგინში რო ჩაგიფსა. რა თქვი? ვაფშე არ იყო ჩემი ლოგინი სველი დილით. იმიტომ რომ სანამ შენ გაიღვიძებდი გაშრა. მეცი თათი მომ. ხმა არ გავიგო თქვენი, ეხა ძაღმა არ ინერვიულოს. ომარიკო ტრონსიკით მუდარბი ხარ ჩაიცვი შარვალი. დროზე. აუ, ვერ ვიპოვე. რა ვერ იპოვე, ვერ გავიგე, მანდ არის უჯრაში. გაახილე თვალები. საით მიემართება დედაშვილი. რა ვიცი ერთი ატყდა მაღაზიაში წამიყვანეო, ფილმ ჰაუსში. ჰარი პოტერის და ანიმეს რაღაცები ნავიყიდო, ასე თქვა. მერე ფული საიდან აქვს? თუ შენ უნდა უყიდო. საიდან და გამოუგზავნა მზიაბებო მსოფლიდან, თავისი პენსიის ნახევარი. ჩავეცი. всё, წავედით მაშინ. გამარჯობა. ანიმეს სათამაშოები მინდა და ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი. გამარჯობა პატარა ბიჭი, ჯადოსნური ჯოხი გინდა? ვინ უნდა მოვაჯადოვოთო? მოსაჯადოვებელის მეტი რა არის ჩემო კარგო. ყოველ მეორე ნაბიჯზე. აი მიმართალი ხარ ქალბატონო. აი ბიჭი ნახე, ეს არის ჯადოსნური ჯოხი. ამას რო ესი მოიქნევ, ყველაფერი ასრულდება. მაინა, აბა ხო არ მოგატყუებ. დედა რა კაი მაღაზია გაუხსნიათ კაცო. გოგონა, იქით მომეწონა სამურაის ხმალი. ხო და რამდენიმე დღეში კვირის ბოლოს გამოვივლი ვიყიდი გადამინახე. მოხვიდით? მანახება რა იყიდე? აუ, ანასტასია ნახე რა მაგარი ჯოხი ვიყიდე ჰარი პოტერიდან. თან იმ ქალმა მითხრა რომ ჯადოსნურიაო. ნეტა არ უბირავდი რა. გამოთაყვანდი სულ. აუ, ანასტასია, სტუპეფაი. დედა მაგარი გაბერილი აქვს შენ შვილს. აუ, წელი გამიგა.